ადამიანს ეშინია სიკვდილის, ზოგჯერ მორწმუნეებსაც. მაგრამ არამორწმუნენი მორწმუნეთაგან განსხვავებით ფიქრობენ, რომ ადამიანი შედგება მხოლოდ სხეულისაგან, რომელიც სიკვდილთან ერთად ქრება. ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორმა თავისი ახალი დაკვირვებების საფუძველზე დადგენილ თეორიას ბიოცენტრის მიუწოდა. ამ თეორიის მიხედვით სიკვდილი წარმოადგენს ილუზიას, რომელსაც ადამიანის ცნობიერება ქმნის. ანუ სიკვდილი არ არსებობს. მეცნიერები რაც უფრო იფართოვებენ ცოდნას ამა თუ იმ საკითხზე, მით მეტი კითხვები უჩნდებათ და ეს ბუნებრივია, რადგან ადამიანის გონება ვერ წვდება ღვთის განგებულებას და ალბათ ამ ქვეყნად არც არასოდეს დადგებად, როცა ადამიანი შეძლებს ყველა საიდუმლო ამოხსნას, თუ კი ღვთისგან არ მოხდა გამოცხადება. ამდენად, რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ სიკვდილზე, მას მაინც ვერ მოუძებნით ახსნას რწმენის გარეშე. ამბები, რომლის შესახებაც დღეს გვინდა გიამბოთ, ერთნაირად აღძრავს ინტერესს და გაოცებას ადამიანებში. ეს იმ ადამიანთა ისტორიებია, რომელთაც თავიანთი გარდაცვალება საკუთარი თვალით იხილეს და ახლა გადმოგცემენ მისგან დატოვებულ შთაბეჭდილებებს. ეს იმ ცუდ პერიოდში მოხდა ომი, რომ მძუნარებდა. საშინელი ინფორმაციები იმსქვეოდა ირგვლივ. ყველა დათქმული და გატეხილები ვიყავით. ერთხელაც ასეთ მდგომარეობაში სამსახურიდან რომ დავბრუნდი, ცუდად გავხდი. მეზობელთან შევედი, გონება დავკარგე და ვხედავ სრულიად უცხო გარემოში ჩემ თავს. გაოცებული ვათვალიერებდი გარშემო ყველაფერს და აღვიქვი უკიდეგანო სივრცეს იჩუმესთან ერთად. მერე თვალი მოვკარი გწოვან ადამიანებს. უცნაური ის იყო, რომ არცეთი მათგანი არ ლაპარაკობდა, მაგრამ მაინც ვაცნობიერებდი მათ აზრებს. მათი თვალების გამომეტყოლებით მე მესმოდა მათი შინაგანი სურვილები. ხელში უჭირავ დეტრატი და ამ დროს მიგზენი სადღაც წერტილოვანი სინათლე. სინათლეში ვიყავი, მაგრამ სკივი. ამ სხივს გავყევი, გონზე მოვდივარ და ხდება თვალები მეზობლის, რომელიც იყო პანიკაში და შეძახილი, გაცოცხლდა ესეთი შეძახილები და პირველი რაც ვთქვი, რომ რამდენი ხანია ვარ ცუდად და მეუნება თავზე ექიმიც მადგა კარდიოლოგი, კლინიკური სიკვდილი იყო, პულსი არ მესინჯებოდა, გულისცემა არ იყო და წნევა 0, მაგრამ რამდენი დრო ალბათ 2-3 წუთი და გამიკვირდა, იმიტომ რომ მე ამ ყველაფერში ამ საოცრებას მეგონა ვიყავი დიდი ხნის მანძილზე. იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ ადამიანებმა, რომ გარდაცვალებული უკან ვეღარ დავბრუნდებიან. არამედ იმაზე, რომ ჩვენს მათ რიცხვს შევუერთდებით. ძალიან ძნელია იწამო სხვის მიერ ნანახი. იწამო ის, რაც თვალით თავად არ გიხილავს და რასაც შენი გონება ვერ წვდება. ამას ვერც თომა მოციქული გაექცა და გულწრფელად აღიარა. სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ და ხელით არ შევეხები, ვერ ვირწმუნებო ქრისტეს აღდგომას. ჩვენ უმეტესად სწორედ ამაში მივემსგავსებით თომა მოციქულს. არადა მრავლად არიან უკვე ისეთნი, რომელთაც საკუთარი თვალით იხილეს იმ ქვეყნიური სამყარო, იწამეს სულის მარადისობა და ეს რწმენა საკუთარი გამოცდილებებიდან შეიძინეს. ქალბატონი თამარ დეკანოსიძე ამ საუკუნის დასაწყისში აღესრულა. ქალბატონი თამარ დეკანოსიძე, ექიმ-პათოლოგ-ანატომი, პროფესორი, საქართველოს აკადემიის წევრი კორესპონდენტი. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოში სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრის გამგის თანამდებობაზე. სახარებაში წერია: "ვარ ყავ თავის შენი, აღიღე ჯვარი და შეომიდე კმეო." ადამიანმა ეს დობა, რომ მინდა უფალთან ყოფნა, ეს უსათუოდ უნდა გამოხატოს.
ასეთი არჩევანი ქალბატონმა თამარმა მოგვიანებით გააკეთა. მანამდე კი ისიც სხვა ექიმები ვითვლიდა, რომ ადამიანში მთავარია ორგანიზმი, ანუ სხეული. მას ადამიანის უკვდავის სულის არსებობა მაინც და მაინც გადვიცნობიერებული არ ჰქონდა. ამბობდა კიდეც, რომ მარინაო, ან ერთი და იგივეს რომ მიმეორებო, ამ ლოცვებსო, აქ წინდებაო. აი ასეთი შეხედულობის იყო მანამდე ქალბატონი თამარი. მარინას ყოველთვის ხუმრობით ეკამათებოდა. მარინა გამაგებინე, ამ ეკლესიაში რო დადიხარ, რო ლოცულობ. ამ სამოთხეში რო გინდა მოხვედრაო, მე თუ ჯოჯოხეთში წავალ, ის თუ ჯოჯოხეთში წავა, ამ სამოთხეში მარტო რა გინდაო. გარდატ ახლა მოხდა გარდაცვალებიდან 3 თვით ადრე. როდესაც ის გამოსაკვლევად მიიყვანეს საავადმყოფოში, იქ გზაშივე ის ხდება შეუძლოდ და როდესაც საავადმყოფოში მიიყვანეს, მან გონება უკვე დაკარგა. და ამ გონებისგან გამოსვლის შემდეგ ხდება ეს ასე ვთქვათ ხელმეორე დაბადება უკვე ღვთისშემეცნებით. ჩემთვის საკმაოდ ძნელიც არის, სასიამოვნოც გავიხსენო დედა, გავიხსენო ზუსტად ის მისი სიცოცხლის ბოლო უკანასკნელი 3 თვე. ეს მოხდა 1 აპრილს 2008 წლის. გახდა დედა ცუდად და ჩავარდა კომაში. არავის არ ეგონა თუ გამოვიდოდა მდგომარეობიდან, გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე და ჩატარდა აბსოლუტურად ყველანაირი რეანიმაციული ღონისძიება. 3 დღის შემდეგ ყველას და გასაკვირად მოხსნეს აპარატიდან აბსოლუტურად, ნელა-ნელა დაიწყო მოსვლა გონზე და პირველი რაც მოყვა იყო ვიღაცა, იმას ვერ დავივიწყებ, 1000 ადამიანში ვიცნობო. დამიჭირაო და დამაგდო ძირ და სულ წიხლით შემადგავ. და სულ დალურჯებული ქონდა ხელები, ფეხები, რა ვიცი. იყო სულ დალურჯებული და აი ეს მოქონდა დასამტკიცებლად, რომ აი ნახეთ რა დღეში ვარ. იგი ამბობდა, რომ ამ პატარა ოთახში, რომელსაც ძალიან სქელი კედლები ჰქონდა, რაც არ უნდა გეყვირა, ვერავის ვერ გააგონებდიო. პატარაზე გამოხსნილ კარებშიო, შემოიხედა პატარა ბიჭმაო. შემოვიდა, ახსნა და გამომიშვა. ამას ყვებოდა ყოველთვის იმდენად დარწმუნებული, რომ ხანდახან ვეუბნეოდა, რომ დედა ნუყვები ამას ვინმე არ იფიქროს, რომ ცოტა რაღაცა ამ ავადმყოფობის მერე ვერ არის. შემომხედავდა ხოლმე და ხო კარგი არ მოუყვები, მაგრამ ნუ ეს ისეთი ის იყო, რომ აი შენ რა იცი, მე რა გამოვიარე, რა ტანჯვა. რაც მთავარია, რომ გამოვიდა ამ კომიდან, მოითხოვა მამაო. წმინდა პანტელეიმონის ეკლესიის მოძღვარი მამა ამბროსი გახდა მისი სულიერი მამა. სახში გამოყვანის შემდეგ მოკლედ აბსოლუტურად საათობრივად ლოცულობდა, ყოველნაირად, არ ვიცი, ვერ გეტყვით, აბსოლუტურად გარდაქმნილი იყო, სხვანაირი იყო. მე უფალმა მომცა სიცოცხლე, ის რომ მოვასწრო, რაც მაქვს გასაკეთებელი. უფალი გველის იქ, მარადისობაში, რომელიც ამ წუთი სოფლიდან გადასულებს და გვამკვიდრებს თავისთან სასუფეველში, სადაც არ არის ჭირი, წუხარება, არცა სულთქმა, არცა ურვა, არამედ ცხოვრება იგი დაუსრულებელი. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ადამიანის შობა და გარდაცვალება, სულისმიერი ხედვა იმ და ამ სამყაროსი უფლის დაშვებით ხდება. და თუ ადამიანისთვის საზიანოა მიღმიერი სამყაროს ხილვა, რაც არ უნდა კლინიკური სიკვდილით მოხდეს მისი გასვლა ამ ქვეყნიდან, უფალი მას არაფერს აჩვენებს. ის ქვეყანა ნეკრესილმა მიტროპოლიტმა სერგიმ მაშინ იხილა, როცა ხარკოვის ფიზკულტურის ინსტიტუტში სწავლობდა და ძმამ კბილის ამოსაღებად კლინიკაში მიიყვანა. ექიმმა ნარკოზი გაუკეთა. სწორედ მაშინ მოხდა სხვა სამყაროში და მისმა სულმა სამოთხე და ჯოჯოხეთი იხილა. აშკარად ვიგრძენი რომ მოვკვდი.
და ის სხვა სამყაროში გავედი, აი თითქოს ისეთი აი რაღაცა თითქოს ბზინვარე რაღაცეები იყო ის გარშემო, თითქოს რაღაცაში მოვხდი ისეთში, არ ვიცი, წყლის მაგვარი იყო, არ ვიცი, ციურ რაღაც მანათობელი იყო. და თითქოს აი მოდილიდა რომ გამოიღვიძება ადამიანი და ესეთი ახალგამოღვიძებული რო ხარ, აი ესეთი ახალგამოღვიძებული მოვხდი სულ სხვა სამყაროში. უყურებდი ჩემთვის ზემოდან კბილებს როგორ მაძრობდა ეს ექიმი, ზემოდან უყურებდი ჩემთვის ეს სხეულს ყველაფერს ხედავდი. ნუ შემდეგ ვნახე ჯოჯოხეთი. აი ამ ყველაფრის გარდა კიდევ ჯოჯოხეთი მანახეს იქ. მაშინ მახსოვს ვიღაცა ქალი წაიყვანეს ძალიან ისეთი წივილით მიყავდათ გვერდზე, მაგრამ ეხლა მე მისი დარდი არ მქონდა, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან ცუდ დღეში ვიყავი, ამ ძალიან ძიმე ტკივილები მქონდა მაშინ. აი ფაქტიურად სიკვდილს ნატრობდი, მაგრამ სიკვდილი არ მოდიოდა. დაახლოებით ესეთ რამეს ვიტყოდი, რომ ყველაფერს შეძირავდა რა. როგორც ერთი წუთით ის ტკივილი შეჩერდეს. იცით როგორი რამე არის, აი კიდევ ცოტა და სულ ყველაფერი დაიშლება. მეუფე სერგი მისიც გვითხრა, რომ დედამიწაზე არ არსებობს ისეთი განცდა, როგორიც მას 64-ის ხილვისას დაეუფლა. ის განცდა მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაებეჭდა. სული ისეთ მდგომარეობაშია, რომ აქეთ რაც არ უნდა პრობლემა იყოს, იმისის აღარ ასწალი, არ ახსოვს ის. 64-ში ისეთი სიხარული იყო, რომ აი ვეხვეწებოდი, რომ იქნება არ გამიშვათ, ვტიროდი, რომ არ გამიშვათ მეთქი. მე მახსოვს, რომ აი ხელში ჩავეჭიდე. ასეთი რაღაცა იყო ნათქვამი, რომ ჯერჯერობით შენ არ ახარ მზად, რომ აქ წამოგიყვანოთო და აი თითქოს ესე გადმომაგდეს მაღლიდან და აი ეს სული შევიდა ხორცში. ესეთნაირად თითქოს 2-3 ადამიანი ვიყავი და როდესაც გადმომაგდეს, უცებ გავიღვიძე და მივხვდი, რომ რაღაცა სასწაული ვნახე. მისი ამბობი ბევრმა არ დაიჯერა, უბრალოდ იმ შიშს მიაწერეს, რაც მას კლინიკაში კბილზე მკურნალობისას გაუჩნდა. ნუ რა თქმა უნდა, მაინც რწმენაზე არის დამოკიდებული. თუ რწმენა არ აქვს ადამიანს, ვერ გაიგებს რა ხდება. სულ რამდენიმე ხანში ბეთანიაში გაეცნო სამონასტრო ცხოვრებას და შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. სამშობლოში უკვე წმინდა მამის სერგი როდონეჟელის სახელზე ბერად აღკვეცილი დაბრუნდა. ყველაზე დიდი ნუგეშია, როდესაც ადამიანი ქრისტიანულად ცხოვრობს რა. შიში აღარ აქვს ამ ქვეყნად, აბა ერთხელაც რო ეკლესიაში არ შევა. კაცი და სანთელს არასდროს არ დაანთებს. ადამიანის სულის გასვლას ამ ქვეყნიდან თავისი დატვირთვა ქონია. თუმცა ამოუხსნელიც. მაგრამ ამ ადამიანების ნაამბობიდან ერთი ცხადია, რომ იქედან დაბრუნებულმა ადამიანმა საკუთარი ცხოვრების ფერისცვალება უნდა მოახდინოს. ბატონმა გიორგი მის ქვეყანა წამიერად იხილა. მისმა სულმა სხეული ლოცვის დროს დატოვა. ჩემდაუნებურად მომესმა ენით აუწერელი ხრიალი, ჩემს ლექსიკურ მარაგში ვერ პოულობ შესაბამის ადეკვატურ ტერმინს აღწერო ამ ხრიალის საშინელება, ის საზარელი ხმა, რომელიც მე მომწვდა. დასავლეთ ამ ხრიალმა მიიპყრო ჩემი ყურადღება და ეს ხრიალი აშკარად აი ამ საზარელი ხმის წყარო იყო ქვემოდან, სადღაც ქვემოდან და ყველაფერი აი ქვემოთ რო დავიხედე, წესით მე უნდა დამენახა ჩემი ოთახის იატაკი, მაგრამ ჩემი ოთახის იატაკს ავხედავდი აბსოლუტურად მონაცრისფორ, მაგრამ შემდგომ უფრო ქვემოთკენ უფრო გამუქებულ წიაღს, ბურუსით მოსულ წიაღს, საიდანაც მოიჩქაროდნენ, მოიქროლოდნენ სამი შემზარავი, აბსოლუტურად საძაგელი არსება, ну, რა ვიცი, ამათი დახასიათებაც კი ენით აუწერელია, მე არ შემიძლია მათი სისაზეწრი ავწერო, როგორ ფიზიკურად, აი ვიზუალურად რადაი შესახედავები იყვნენ. პირველი რაც გამახსენდა ეს ჯოჯოხეთის ხსენება იყო და იმავდროულად აი ეს არის საოცარი წყალობა ღმერთისა, რომელზეც მთელი ჩემი ცხოვრება ხაზი მინდა გაუსვა, არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ მთელი ჩემი ცხოვრება, რომ ჯოჯოხეთის ხსენებასთან ერთად არ დამტოვა ქრისტეს ხსენება.
არ დამტოვა შეგნება იმის შესახებ, რომ აქიდან აი ამ უძულრებიდან აბსოლუტურად უძულრი ვიყავი, ეს სამი რაღაცა საზრდელი არსება მოიჩქაროდნენ, ჩემსკენ მოფრინავდნენ, რომ აი რაღაცა ხელყოფა მოეხდინათ. ერთად აი აბსოლუტურად უძულრი ვარ, არაფრის კეთება ერთადერთი რისი კეთებას მე შევძელი, კიდევ ერთხელ მე შევძელი არა, იმიტომ რომ რაღაც ძლიერი ვარ, არამედ აი ამ შეწემით, ქრისტეს შეწემით ერთადერთი რაც შევძელი, ისევ ქრისტეს გახსენება. თქვი სასწრაფოდ იესოს ლოცვა, ცნობილი ლოცვა უფალო იესო ქრისტე ძეოღვთისაო, შემიწყალე მეწოდვილი და მოვაყოლე მას გულითად ითხოვნე იმის შესახებ, რომ ამ ყველაფერს ავეცილებინე და მასთან დავებრუნებინე უკან. აი ეს ყველაფერი, როგორც კი თქვი, გაქრა ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი გაქრა და ისევ ჩვეულებრივ პირველ საწყის მდგომარეობაში მოვედი. ეს დრო, აი ჩვენი ამ საზომით, ამ ჩვენი სივრცული საზომით, წამების მე მილიარდედია ალბათ. იმიტომ რომ მე იქ არც ეგრე გამოვარდნია ხელიდან, არც რამე კედელს მივყუდებულ ვარ, არც ძირს დავცემულ ვარ, რა ფორმაშიც ვიყავი, ანუ ამ ყურადღების მიქცევამდე რა მდგომარეობაშიც ვიყავი, იმ მდგომარეობაში აღმოჩნდი. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემი ხსნა მხოლოდ ქრისტეში, არ არსებობს სხვა ძალა, არ არსებობს სხვა რამ, სხვა ვინმე, სხვა რამე, რომელიც იმ უსუსურებიდან ჩემი ხელის ამყრობელი იქნება, რომელიც მე ჩემი თვალით ვხედე. ერთადერთი ეს არის ჯვარცმული ჩემთვის და ყველა ჩვენგანისათვის მკვდარი და ღვთით აღდგარი იესო ქრისტე. ახლა კი ქალზე, რომელმაც იმ სამყაროში სრულიად ახალგაზრდა მიმოგზაურა. რესპონდენტმა ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია. 20 წლის ვიყავი საავადმყოფოში, რომ მოვხვდი, ბრმანაწლავი გამისკდა. ქირურგებმა სასწრაფოდ შემიყვანეს საოპერაციოდ. მაგიდაზე უკვე ვგრძნობდი ჩემი სხეული როგორ მსუბუქდებოდა და მალე იწყო კიდეც ნელ-ნელა ჰაერში ასვლა. უკვე ზემოდან ვხედავდი როგორ მიკეთებდნენ ნარკოზს და ოპერაციას. მერე ბნელ სივრცეში აღმოჩნდი. მივფრინავდი ძალიან სწრაფად და მალე ბნელი ნათელმა შეცვალა. შეგრძნება ისეთი მქონდა გვირაბიდან გასულს რომ გეუფლება. იქ გასვლისთანავე ორივე მხრიდან გამჭვირვალე ანგელოზები ამომიდგნენ. თეთრი გრძელი პერანგი მეცვა, კიდურებს და სხეულს კი ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ვხედავდი. ფეხში შველი ანგელოზებთან ერთად მივაბიჯებდი ღრუბლებზე, ძალიან ბედნიერი, ამაღლებული და სასიამოვნო განწყობილებით. მერე შევჩერდით მოკაშკაშე ოვალთან, რომელიც ფორმას და მდებარეობას იცვლიდა და ამ დროს მთელმა ჩემმა ცხოვრებამ კინოკადრებივით გაირბინა თვალწინ. კადრების გასრულების შემდეგ მოკაშკაშეს სხეულმა მამაკაცის ბოხი ხავერდოვანი ხმით დამიწყო ლაპარაკი. დარჩები აქ ჩემთანო, არა მეთქი. რატომ, ნახე რა ლამაზია ყველაფერი, ნუ თუ არ მოგწონსო. ამ სიტყვების შემდეგ შევამჩნია უამრავი ანგელოზი რომ ეხვია გარს. მის უკანაც ულამაზესი პეიზაჟი იყო გადაშლილი, ზღაპრული, ნაცრისფერ ცისფერ ფერებში. აქ მართლა ძალიან ლამაზია ყველაფერი, მაგრამ დარჩენა მაინც არ მინდა მეთქი. რატომო? აბა რა აზრი ჰქონია ჩემს სიცოცხლეს თუ ყველაფერს აქ დავამთავრებ? მაინც რისი გაკეთება გინდაო? შვილი ხომ მაინც უნდა გავაჩინო, კიდევ ხატვის ნიჭი მაქვს და ჯერ ისეთი არაფერი შემიქმნია. ასე გამოდის, უაზროდ გამიტარებია ჩემი ცხოვრება. კარგი წადი, მხოლოდ იცოდე, შესაძლოა მეორედ აქ არც მოგიწიოსო მოსვლა. მერე ანგელოზებმა შემაბრუნეს და დამანახეს წუდიაჩი როგორც ვიოდნენ ქალები და მამაკაცები. ისინი ერთმანეთს ებღაუჭებოდნენ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ შეჩერებას. საზარელი გმინვა მოისმოდა ქვემოდან. საშინლად შევწრწუნდი. მაშინ ანგელოზმა განმიმარდა. ამ ქალებმა აბორტით მოიშორეს ჩანასახები. მამაკაცებმა კი ისინი წააქეზეს ამის გასაკეთებლად. ახლა სწორედ ამის გამო იტანჯებიანო. ქვემოდანაც იმათი გმინვა ისმის, რომელთაც სხვადასხვა ცოდვებით წარიწყმიდესო თავი. თვალი რომ გავახილე, ექიმი დავინახე, რომელიც თავს მადგა და მაფხიზლებდა. ჩემი ოპერაცია 5 საათნახევარს გრძელდებოდა თურმე. ექიმებს ჩემი გადარჩენის იმედი ჰქონდათ დაკარგული. უცნაურია განგება ღვთისა, პარადოქსებით ახსავსე. ამაზე ერთი მეცნიერის ეს სიტყვებიც მოწმობს. როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ ის უნდა მოკვდეს, ამით იმასაც ასწავლი, როგორ უნდა იცოცხლოს. სიკვდილის დროს ჩვენთვის ხილულია მხოლოდ სიკვდილის ქმედება.
რის შედეგადაც ჩვენ თვალწინ რჩება უსულო სხეული, რომელიც აღარ სუნთქავს და არ მოძრაობს და თუ მას არ მივაბარებთ მიწას, იგი ჩვენს თვალწინ დაიწყებს ხრწნას. სული კი. მაინც რა მოსდის მას, რა ემართება, როცა შორდება სხეულს და ინახავს ღმერთიც სიკვდილის უდიდეს საიდუმლოს ბევრისგან დაფარულად და მეტნაკლებად უხსნის ზოგს. საიქიო სამყარო მიუწვდომელია ჩვენი ხორციელი ცნობიერებისთვის. ყოველწლიურად 100,000-მდე ადამიანი ბრუნდება იმ ქვეყნიდან რეანიმაციური ჩარევის შედეგად და იმ ქვეყნის არსებობას გვიდასტურებენ. მაგალითები ბევრია. ბევრი მათგანი ყვება, რომ აღმოჩნდა საშინელ მდგომარეობაში. ბევრიც გულდაწყვეტილია, რომ მოწყდა იმ სილამაზეს, რაც იქ ნახა და განიცადა. და მათი ეს ამბობები სწორედ იმაში გვარწმუნებენ, რომ სიკვდილი უბრალოდ სხვა სამყაროში გადასვლა და არა გაქრობა ამ ქვეყნიდან. სტატისტიკის მიხედვით ის ქვეყანა 11 მილიონმა ადამიანმა მოიარა. როგორც ნახეთ, ესეთი ადამიანები ჩვენს რიგებშიც არიან, მაგრამ უმეტესობა მათგანი უფრო 60-ზე ყვება, ვიდრე ჯოჯოხეთზე. ალბათ იმიტომ, რომ ადამიანის გონება მიდრეკილია იმისკენ, რომ ცუდი განცდები დავიწყებას მისცეს, ხოლო კარგი მოგონებები თავისთან დაიტოვოს. თუმცა ასე არ მოხდა ამ ქალბატონის შემთხვევაში. მან მიტროპოლიტ სერგივი სამოთხესთან ერთად ჯოჯოხეთიც იხილა. იხილა როგორ გვემაში იყვნენ იქ მყოფნი. მერე კი ღვთისგან მიეცა დავალება უკან დაბრუნებულს ეხადაგა იმაზე, რაც იქ იხილა. ახლობლებს ექიმებისგან მიცემული აქვთ მისი გარდაცვალების მოწმობა და გარდაცვალების მიზეზის დიაგნოზი. და იგი უკვე 3 დღის მკვდარი იღვიძებს მორგში. ახლობლებს კუბოც აქვთ მისთვის გამზადებული. ამიტომაცაა, რომ გაცოცხლებული მიცვალებულის დანახვაზე შიში იპყრობს მორგში შემოსულ ჯერ ექთანს, მერე ექიმსაც. ექიმი მექანიკურად ერთი და იგივეს უმეორებს მას, ეუბნება, რომ იგი უნდა დაწვეს გაუმძლევლად, რადგან მკვდარია. ამის შემდეგ ქალს მთელი 2 თვე დასჭირდა რეაბილიტაციისთვის. ეს ამბავი 1991 წელს პეტერბურგში მოხდა. ზემოთქმულის ნიშნად კი ქალს თავზე დღემდე აქვს ღრმული, რომელიც ყველა ურწმუნოს შეუძლია თავისი თვალით იხილოს. საბუთად მისი დიაგნოზიც გამოდგება. დიაგნოზში წერია, რომ ავადმყოფს გაუკეთდა თავის ქალის ტრეპანაცია, რომლის დროსაც ექიმები შეეცადნენ მისი შუბლის მარჯვენა ნაწილიდან სიმსივნის მოცილებას. ოპერაციისას კი განვითარდა ანევრიზმა, რაც გახდა საფუძველი ქალის სიკვდილის. იგი კი, როგორც ხედავთ, უფლის წყალობით დღესაც ცოცხალია. ხშირად გვეკითხებიან, თუ რატომ ყვებით ხოლმე ასეთ თემებს? ყვებით იმიტომ, რომ ადამიანთათვის აუცილებელია ამ ქვეყნიური წუთიურ ცხოვრებისას შეიტყოს, როგორი ცხოვრება გველის იქ პარადისობაში. თუ კი ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში მთელი ჩვენი საზრუნავი მიმართულია იქითკენ, როგორმე გამდევნოთ ჩვენგან ყველაფერი ცუდი და შევექმნათ ჩვენთვის სასურველი გარემო, გან არ უნდა გვაფიქრებდეს ჩვენი მომავალი ხვედრიც, რომ წუთი სოფლიდან მარადისობაში გადასულები დავმკვიდრდეთ ნეტარებაში. თუმცა უფალი არც ამ შემთხვევაში გვართმევს არჩევანის უფლებას. ეს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვიცხოვრებთ იქ, სადაც არის ჭირი და მწუხარება, თუ იქ, სადაც მარადიული სიხარულია. ძალიან ხშირად ამბობენ, რომ როგორ ავხსნათ ადამიანის სიკვდილი. ყველაზე კარგად ახსნა ქართველმა ადამიანმა, როცა თქვა, რომ სიკვდილი კი არა, გარდაცვალება.